2026 წლის ივლისის დასაწყისში უკრაინულმა დრონებმა ოკუპირებულ კირიმში მდებარე საკის ავიაბაზაზე 7-დან 6 გამაგრებული თვითმფრინავების თავშესაფარი აღმოაჩინეს. მათ 4 თავშესაფრის გარი ააფეთქეს და იგივე ბაზა უკვე რამდენიმე დღით ადრე ერთხელ იყო დაბომბილი. რუსეთმა სერიოზული თანხები დახარჯა ამ აეროდრომის გამაგრებაზე. სპეციალურად ასეთი დარტყმების შესაჩერებლად აშენებული ბეტონის თავშესაფრებით. ერთი კვირის განმავლობაში უკრაინამ ეს ექსპერიმენტი ორჯერ ჩაატარა და ორივეჯერ წარმატებით გაარღვია. ომის გაშუქების ყველა მედია საშუალებამ ამ ამბის სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. მაგრამ დღეს გვინდა გითხრათ, რომ ანგარის ხანძარი ყველაზე ნაკლებად საინტერესო ნაწილია იმ ყველაფრისგან, რაც ახლა რეალურად ხდება რუსეთის საჰაერო ძალებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ თავშესაფრის გარების ჩამონგრევის კადრების მიღმა იმალება მეორე კამპანია, რომელსაც თითქმის არავინ აშუქებს. ეს ბრძოლა მიმდინარეობს ექსპორტის რეესტრებში, სანქციების სიებში და კორპორატიული შემოსავლების ანგარიშებში. და შეიძლება სწორედ ამ მეორე კამპანიას ჰქონდეს საბოლოოდ უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე რომელიმე ცალკეულ დარტყმას. უკრაინა მხოლოდ თითო-თითოდ არ ანადგურებს რუსულ თვითმფრინავებს კრიმის სამუდროო ბილიკზე. ის სტრუქტურულად ართულებს რუსეთს, რომ მომავალში კიდევ ააშენოს ახალი თვითმფრინავები. მოდით დავიწყოთ და ჯერ სცენას დავხატავთ. საკი, უпростоრად ნოვო-ფედორივკას ავიაბაზა. 2014 წელს კირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის საზღვაო ფლოტის 53 დამოუკიდებელი საზღვაო თავდასხმის საავიაციო პოლკის ბაზა. აქ გამოიყენებოდა SU-30 SM და SU-30 IL. მრავალფუნქციური გამანადგურებლები, თვითმფრინავები, რომლებიც საზღვაო დარტყმის მისიებისთვის გამოიყენება. მაგრამ ის ასევე სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა სამხრეთ უკრაინის წინააღმდეგ პლანირებადი ბომბების დასაგდებად. ომის უმეტეს პერიოდში ის შედარებით უსაფრთხო უკანაბაზად ფუნქციონირებდა. ის ფრონტის ხაზიდან იმდენად შორს იყო, რომ რუსეთი მას უსაფრთხო ადგილად მიიჩნევდა თვითმფრინავების გაჩერებისთვის, მომსახურებისთვის და ხელახალი შეიარაღებისთვის. მაგრამ 2026 წლის ივლისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა SBU დაიწყო დრონებით იერიშები ბაზის ანგარის ინფრასტრუქტურაზე და 5 დადასტურებული დარტყმა დააფიქსირა. საწყისმა ინფორმაცია მაჩვენა, რომ 2 სამიზნე ანგარში SU-30 და SU-30 SM ტიპის გამანადგურებლები იყო განთავსებული, ხოლო ერთ-ერთ მათგანში, სადაც ეს თვითმფრინავი ინახებოდა, ხანძარი გაჩნდა. SBU-ს შეფასებით თითოეული ამ თვითმფრინავის ღირებულება კონფიგურაციის მიხედვით 30-დან 50 მილიონ დოლარამდე მერყეობს. 2 დღის შემდეგ SBU-მ კვლავ იერიში მიიტანა. ამჯერად განაცხადეს, რომ ბაზაზე 7 ანგარზე მიიტანეს იერიში, რომელთაგან რამდენიმე შიგნით SU-30, SM, SU-20 და SU-24 ტიპის თვითმფრინავებს შეიცავდა. SBU-მ განაცხადა, რომ მინიმუმ 7 თვითმფრინავი განადგურდა ან დაზიანდა. საკის გარდა უკრაინამ ასევე დაარტყა გუარდისკოეს ან გუარდისკოიეს ავიაბაზას, რომელიც დაახლოებით 30 კილომეტრით შიგნით მდებარეობს. დარტყმა მიაყენეს კიდევ 2 ანგარს, სადაც ინახებოდა შაჰიდის დრონები და საავიაციო დამხმარე აღჭურვილობა. რა განასხვავებს ამ დარტყმებს იმ ავიაბაზებზე განხორციელებული დარტყმებისგან, რომელთაც ბოლო წლებში ვაშუქებდით, არის ის, რომ ამჯერად მხოლოდ უკრაინის მთავრობის განცხადებებზე არ გვიწევს დააყრდნობა იმის გასაგებად, რა მოხდა. სატელიტური სურათები OneTour-ისგან კომერციულმა სატელიტურმა კომპანიამ დამოუკიდებლად დაადასტურა ზიანი. 7-დან 6 გამაგრებული ავიასაფარი დაზიანებული იყო. 4 მათგანზე აფეთქების კარები აღარ იყო მიმაგრებული და 3 იმოსლო ბილიკზე ეყარა. ჰავადანგარები, რომლებიც გამაგრებული ბეტონის ნაგებობებია, ძირითადად ისევ დგას. მაგრამ გამაგრებული ავიასაფარი სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ ახლოს აფეთქებას გაუძლოს და შიგნით ყოფი თვითმფრინავი ფრენისთვის ვარგისი დარჩეს. საკის სატელიტური სურათები აჩვენებს ნაგებობას, რომელმაც ფორმა შეინარჩუნა, მაშინ როცა შიგნით ყველაფერი მნიშვნელოვანი და კარი, რომელიც უნდა დაეხურა, განადგურდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის პასუხი უკრაინის საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედი დრონების საფრთხეზე, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ჩასმული ბეტონია, უკვე გამოცდას გადის რეალურ პირობებში. 1 წელიწადზე ნაკლებ დროში მას შემდეგ რაც აშენდა. და ის ისევე ვერ უძლებს, როგორც რუსი დამგეგმავები იმედოვნებდნენ. აი ქრონოლოგია, რომელიც ხსნის, რატო არსებობს ეს თავშესაფრები საერთოდ. 2025 წლის ივნისში უკრაინამ დაიწყო ცნობილი ოპერაცია ობობის ქობობის ქსელი. მასობრივი დრონების იერიში რუსეთის ტერიტორიაზე, სტრატეგიულ ბომბდამშენთა ბაზებზე დრონებით, რომლებიც თვეების განმავლობაში ფარულად იყო ადგილზე გადატანილი და უშუალოდ რუსეთის შიგნიდან გაუშვეს. უკრაინა ამტკიცებდა, რომ ათეულობით თვითმფრინავს მოარტყა ბაზებზე, მათ შორის ბელიაიაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 4000 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული. მას შემდეგ უკრაინის რეგულარულმა შორ მანძილზე დარტყმებმა ენგელსამდეც კი მიაღწია, რაც ფრონტიდან დაახლოებით 600 კილომეტრშია. ეხლა Spider-Web-მდე რუსეთის საერო თავდაცვის დაგეგმა მიიჩნევდა, რომ მანძილი თავისთავად იყო დაცვის ფორმა. თუ უკრაინას ფიზიკურად არ შეეძლო მიეღწია აეროდრომამდე, მათზე გაჩერებული თვითმფრინავები უსაფრთხოდ იყვნენ. წერტილი. დამატებითი ინვესტიცია საჭირო არ იყო. მაგრამ უკრაინამ აჩვენა, რომ მას შეეძლო რუსეთის ყველაზე შორეულ კუთხეებშიც კი მიეღწია. ან დრონების მართვით, ან მათი მიწოდებით, ღრმა ფარული ოპერაციების დროს. და რუსეთის პასუხი იყო ბეტონის დასხმა იმ აეროდრომებზე, რომლებიც ადრე ღია სადგომებს იყენებდნენ. გამაგრებული თავშესაფრების გამოყენება კი გახდა გამოსავალი იმ საფრთხისგან, რომელსაც ღია ცის ქვეშ გაჩერებული თვითმფრინავები ვეღარ გაუძლებდნენ. თეორიულად ესეთ დაცვას აზრი ჰქონდა. თუ პოზიციას გაამაგრებ, შიგნით ოპრესურსებს დაიცავ და სტრუქტურის მეშვეობით გადარჩენის შანსს დაიბრუნებ. პრობლემა ისაა, რომ უკრაინის დარტყმეთი დრონები უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე რუსეთს მშენებლობის დასრულება შეეძლო.
დარტყმები აჩვენებს, რომ უკრაინის ახალი დრონული სისტემები მიზანმიმართულად ამცირებს იმ თავშესაფრების დამცავ მნიშვნელობას, რომელიც მათ უნდა მიეცათ. და როდესაც ერთ ბაზაზე ერთ კვირაში 7-დან 6 თავშესაფარია დაზიანებული, ეს ზუსტად ის მტკიცებულებაა, რაც ამ განცხადებას ამყარებს. ასე რომ რუსეთმა ერთი პრობლემა გადაჭრა, რაც იყო ღია აეროდრომებზე დაუცველი თვითმფრინავები. მაგრამ ამით ახალი პრობლემა შექმნა. ეს არის ძვირადღირებული თვალსაჩინო და სტატიკური ნაგებობები, რომელთა მდებარეობაც ახლა უკრაინამ ზუსტად იცის და იცის, როგორ ააფეთქოს შიგნიდან. იმის გასაგებად, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თვითონ თვითმფრინავების ღირებულებაზე მეტად, უნდა ვისაუბროთ რა არის რეალურად ანგარი. რადგან ამ დარტყმებზე გაშუქების უმეტესობა ამ ამბავს უბრალოდ განიხილავს როგორც განადგურებული თვითმფრინავების რაოდენობას. და ეს ამცირებს იმას, რაც რეალურად არის თავდასხმის ობიექტი. გამანადგურებელი თვითმფრინავი დამოუკიდებელი იარაღი არ არის. ის არის მთელი დამხმარე სისტემის ხილული წვერი. და სწორედ ეს სისტემა განსაზღვრავს, რამდენ საბრძოლო ძალას შეუძლია აეროდრომს კონკრეტულ დღეს გამოიმუშაოს. რაც ეწოდება საბრძოლო გაფრენების ტემპს. ჰანგარი ის ადგილია, სადაც ამ ციკლის ყველაზე შრომატევადი ნაწილი მიმდინარეობს. ძრავები მოწმდება, ავიონიკა თესტირდება და კალიბრირდება, იარაღი მაგრდება საკით კვანძებზე. ყველაფერი ეს დამოკიდებულია გაწვრთნილ მექანიკოსებზე, სათადარიგო ნაწილების მარაგებზე, სახმელეთო მომსახურების აღჭურვილობაზე, საწვავის ხაზებზე, დიაგნოსტიკურ ტესტირების მოწყობილობებზე და ტექნიკური მომსახურების დოკუმენტაციაზე. და ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთ ფიზიკურ ადგილას, რათა რეალურ თვითმფრინავზე გამოყენება მოხდეს. და 2026 წელს დრონი შეძლებს მის მიღწევას. უკრაინას არ სჭირდება 50 მილიონი დოლარის ღირებულების Su-30-30 SM-ის მწყობრიდან გამოყვანა, რათა შეამციროს ის, რასაც ეს თვითმფრინავი ომში აკეთებს. უბრალოდ საჭიროა, რომ ამ ბაზაზე საბრძოლო გაფრენების უზრუნველყოფის ციკლი გახდეს უფრო ნელი და ძვირი. და ნაკლებად საიმედო ვიდრე წინა კვირაში იყო. დააზიანოს ტექნიკური მომსახურების ბოქსი და სარემონტო ბოქსი. განადგურეთ სახმელეთო მომსახურების აღჭურვილობა და სრულად გამართული თვითმფრინავი უმოქმედოდ დარჩება, რადგან ვერავინ შეძლებს მის სწორად შეიარაღებას ან საწვავით შევსებას. წყობრიდან გამოიყვანეთ რადარი ან აეროდრომის გარშემო საჰაერო თავდაცვის ქოლგა. და შემდეგი დრონის იერიში ნაკლები წინააღმდეგობით მოვა ვიდრე წინა. თვითმფრინავი, რომელსაც ვერ აგზავნიან საბრძოლო დავალებაზე, იმ დღეს ზუსტად ისეთივე უსარგებლოა რუსეთისთვის, როგორც თვითმფრინავი, რომელიც საერთოდ არ არსებობს. ამიტომაც უკრაინა ისევ და ისევ ერთსა და იმავე რამდენიმე აეროდრომს ურტყამს ყირიმში, ნაცვლად იმისა, რომ სადმე სხვაგან უფრო დიდი ერთჯერადი დანაკარგი გამოიწვიოს. უკრაინამ ზუსტად იცის, საიდან მოდის რუსეთის უმეტესობა პლანირებადი ბომბებით დარტყმების. ამიტომაც ურტყამს მათ ზუსტად იმისთვის, რომ შეამციროს, რამდენად დიდ შეტევით ძალას შეძლებს რუსეთი კონკრეტულ დღეს. მაგრამ არსებობს უფრო ფართო ოპერაციული ლოგიკა, თუ რატომ ურტყამს უკრაინა ერთდროულად ამდენ სხვადასხვა ტიპის ობიექტს. ეს არის კონცეფცია, რომელსაც პარალელური ოპერაციები ეწოდება და ის პირდაპირ მოდის აშშშ-ის საჰაერო ძალების დოქტრინიდან. იგივე ლოგიკა, რომელიც საფუძვლად დაედო კოალიციის საჰაერო კამპანიებს ერაღის წინააღმდეგ. იდეა მარტივია. თანმიმდევრული კამპანია ურტყამს ერთ ობიექტს, შემდეგ ელოდება, აფასებს ზიანს და შემდეგ ადადის შემდეგ ობიექტზე. მაგრამ პარალელური კამპანია ერთდროულად ურტყამს მტრის სისტემის მრავალ ნაწილს, მათ შორის აეროდრომებს, საწვავის საცავებს, რადარის ობიექტებს, საჰაერო თავდაცვის ბატარეებს, სარკინიგზო კვანძებს, საბრძოლო მასალის საცავებს, სარემონტო ობიექტებს და სარდლობის ინფრასტრუქტურას, ყველაფერი ერთსა და იმავე პერიოდში, ან იმდენად ახლოს ერთდროულად, რამდენადაც შეტევის შესაძლებლობა იძლევა. მიზანი აქ არის ის, რასაც სისტემურ შოკს უწოდებ. როდესაც მოწინააღმდეგეს ერთდროულად ყველგან უჩნდება პრობლემები, ის ვეღარ ახერხებს თავისი სარემონტო და თავდაცვის რესურსების კონცენტრირებას რომელიმე ერთზე. გადაწყვეტილებები მიიღება არასრული ინფორმაციის საფუძველზე. რესურსები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებით ნაწილდება. მთელი სისტემა იწყებს უფრო ნელა და უარესად მუშაობას, ყველგან და ერთდროულად. უკრაინა ამ სტრატეგიას იყენებს დრონებით, რაკეტებითა და სპეციალური ოპერაციების დივერსიით. თუმცა, რა თქმა უნდა, არა იმ მასშტაბით, როგორც აშშ-ის საჰაერო ძალები. თუმცა ძირითადი ლოგიკა იდენტურია. საკი ერთ კვირაში ორჯერ გახდა დარტყმის სამიზნე. შემდეგ გვადალუპეც მეორე დარტყმის იმავე ღამეს გახდა დარტყმის სამიზნე. ამასობაში რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქახნები იწვის იმავე რამდენიმე კვირაში. რუსეთს არ შეუძლია საჰაერო თავდაცვისა და შეკეთების ძალების კონცენტრირება რომელიმე ერთ პრობლემაზე, რადგან ერთდროულად ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, რომლებიც ერთსა და იმავე შეზღუდულ ინჟინრების, სათადარიგო ნაწილებისა და საჰაერო თავდაცვის ბატარეების რესურსზე იბრძვიან. ხარე, რომელიც მოწინააღმდეგეს მუდმივ რეაქციულ რეჟიმში ამყოფებს, ხოლო თვითონ მართვის სადავეებს არ უშვებს ხელიდან, როგორც წესი, დროთა განმავლობაში გამოფიტვის ბრძოლაში იმარჯვებს, თუნდაც ცალკეულ შეტაკებებში გადამწყვეტად არ იმარჯვებდეს. აქ არის ის მომენტი, სადაც უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ, რადგან აეროდრომებზე დარტყმები მხოლოდ ნახევარია მთლიანი სურათის. მაშინ როცა უკრაინული დრონები ყირიმში ანგრევდნენ ანგარებს, მეორე და უფრო ჩუმი კამპანია ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას შეავსოს დანაკარგები. ეს კამპანია თითქმის მთლიანად დასავლეთის ექსპორტის კონტროლის რეჟიმებით, სანქცირებული მიწოდების ჯაჭვებით მიმდინარეობს და რუსეთის თავდაცვითი მრეწველობის საკუთარი გამოთვლებით.
მოდი ჯერ ავიღოთ ციფრები თვითმფრინავების დანაკარგებზე, რადგან ეს გვაჩვენებს, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა. ღია წყაროების მონიტორინგის პროექტი ORIX-ი, რომელიც მხოლოდ იმ დანაკარგებს ითვლის, რომლებსაც ფოტოსურათებით ან ვიდეო მტკიცებულებებით ვიზუალურად ადასტურებს. დოკუმენტურად დაადასტურა მინიმუმ 53 სუ 34 ტიპის გამანადგურებელ ბომბდამშენისა და მინიმუმ 21 სუ 30 სერიის თვითმფრინავის დაკარგვა ან დაზიანება ომის დაწყებიდან 2026 წლის ივნისამდე. და რადგან ORIX-ი თითოეული შემთხვევისთვის ვიზუალურ დადასტურებას ითხოვს, ეს რიცხვები მინიმალურ ზღვარს წარმოადგენს და არა მაქსიმალურს. ასე რომ რეალური რაოდენობა თითქმის უეჭველად უფრო მაღალია. ომამდე არსებული სუ 34-ის ფლოტის ფონზე, რომელიც დაახლოებით 173 თვითმფრინავად იყო შეფასებული, მხოლოდ დადასტურებული დანაკარგები ამ მთლიანი მარაგის მეოთხედს შეადგენს. და ეს ყველაფერი იმ შემთხვევებამდეა, როცა თვითმფრინავები მომსახურებიდან ამოღებულია დაზიანების, დაგვიანებული ტექნიკური მომსახურების ან ეკიპაჟის დეფიციტის გამო, რაც ვიზუალური დადასტურების დანაკარგების ტრეკერში არ ჩანს. 2026 წლის ივნისისთვის რუსეთის საერთო დადასტურებული დანაკარგები ყველა ფიქსირებულ ფრთიან თვითმფრინავში დაახლოებით 185-ს შეადგენდა. უფრო ფართო მონაცემებით, სადაც ყველა საბრძოლო თვითმფრინავის ტიპია გათვალისწინებული. ეს რიცხვი მინიმუმ ორჯერ იზრდება, როცა ვერტფრენები და მეორეული დანაკარგებიც ემატება. სინამდვილეში უკვე 2024 წლის დასაწყისში რენდის შეფასებით, რუსეთის საჰაერო ძალები დაჩქარებული წვეთის გამო ომის წინა სიმძლავრის დაახლოებით 75%-მდე იყო შემცირებული. და თვითმფრინავები, რომლებიც ექსპლუატაციის ვადის დასასრულს უახლოვდებიან, ხოლო დანაკარგების დაგროვება არ შეჩერებულა მას შემდეგ. ასეთ გარემოში უნდა ჩაანაცვლოს რუსეთის ავიაციის ინდუსტრიამ ეს დანაკარგები. და სწორედ აქედან იწყება მოსკოვისთვის ნამდვილი პრობლემები. მაგრამ სანამ გავაგრძელებთ, თართმოდით რომ გამოწერილი გაქვთ სამხედრო შოუ. ჩვენ ვადევნებთ თვალს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე გთავაზობთ გრძელვადიან და ისტორიულ ანალიზს, რომელიც ზუსტად აჩვენებს, როგორ მიმდინარეობს ომი ორივე მხარეს. დაუბრუნდეთ რუსეთის პრობლემებს. დავიწყოთ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ფლაგმანური პროგრამით. Su-47 ფელონი. მეხუთე თაობის უხილავი გამანადგურებელი, რომელიც თითქმის 20 წლეულია ვითარდება და უნდა ყოფილიყო პირდაპირი პასუხი F-35-ზე 2023 წელს. რუსეთის გაერთიანებულმა საავიაციო კორპორაციამ UAC-მა საჰაერო კოსმოსურ ძალებს 11 ერთეული Su-47 მიაწოდა, ხოლო მისმა გენერალურმა დირექტორმა საჯაროდ დაანონსა წარმოების გაორმაგება მომავალში. ამის ნაცვლად მიწოდება საპირისპირო მიმართავიდა. 2024 წელს ყველაზე დამოწმებული შეფასებით მხოლოდ 5 თვითმფრინავი მიეწოდა, მაშინ როცა მიზანი 22 იყო. და UAC-მა 2025 წელი დაასრულა ისე, რომ არც ერთი ახალი Su-47 ოფიციალურად არ მიუწოდებია რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალებისთვის. ანალიტიკოსებმა 2025 წლის გაზაფხულზე შეამჩნიეს სურათები, რომლებიც ორ თვითმფრინავზე მიუთითებდა. კუდის ნომრებით 25 და 26. მაგრამ ესეც კი მხოლოდ ვარაუდი იყო, რადგან როსტეკმა ეს ოფიციალურად არასდროს დაადასტურა, რაც თავისთავად ბევრს ამბობს. თავდაცვის კონტრაქტორი, რომელიც დარწმუნებულია თავისი წარმოების ზრდაში, აქვეყნებს ციფრებს, ვადებს და ამოსაცნო პარტიებს. რუსეთის Su-47-ის პროგრამა კი პირიქით ჩუმადაა, მხოლოდ ფრაგმენტებს აქვეყნებს და სიჩუმის შევსებას ვარაუდებს უტოვებს. მაგრამ ამისთვის შეიძლება მარტივი მიზეზი არსებობდეს. ბრიტანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა რუსიმ 2025 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა კვლევითი ნაშრომი სათაური თაურით. სუსტი წერტილები სუხოის წარმოებაში. რუსეთის ფრთების შეკვეთს. ამ ნაშრომში აღნიშნულია, რომ რუსეთის ძირითადი ასამბლეის ქარხნები კომსომოლსკ ნაამუში, ნოვოსიბირსკში და ირკუტსკში უპირდაპირ სანქციების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა ასევე აღინიშნა, რომ მათი მეორე და მესამე დონის მომწოდებლების მნიშვნელოვანი ნაწილი, კომპანიები, რომლებიც თიტანის კონსტრუქციის კომპონენტებს, ძრავის ნაწილებსა და რადარის სისტემებს აწარმოებენ, ჯერჯერობით შეძლეს შეზღუდვების თავიდან აცილება. რასაც რუსი აღნიშნავდა როგორც მოქმედი სანქციების რეჟიმში არსებულ აქტიურ ხარვეს და არა როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ ეს სისუსტე არ არსებობს. მაგრამ რუსის რუკამ აჩვენა, რომ ყველაზე კრიტიკული მომწოდებლები, მათ შორის ძრავის მწარმოებელი UEC, UMPO და UEFA, თიტანის მომწოდებელი VSMPO, ავიზმა და რადარის მწარმოებელი რიაზანის სახელმწიფო ინსტრუმენტების საწარმო, ყველა მდებარეობს რუსეთის ევროპულ ნაწილში. უკრაინის მზარდი შორი მოქმედების დარტყმის მზარდი შესაძლებლობის რადიუსში. სხვა სიტყვებით, იგივე დარტყმის ლოგიკა, რომელიც ამჟამად გამოიყენება ყირიმის ანგარებზე, კიდევ ერთი უფრო მნიშვნელოვანი სამიზნეების ნაკრებია, რომელიც უმეტესად არასანქცირებულია და უფრო ჩრდილოეთითაც მისაწვდომია. შეფერხებები გროვდება. Su-47 შეიქმნა მომავალი თაობის ძრავაზე, რომელიც ცნობილია როგორც იზდელიე 30. მაგრამ თვითმფრინავი წლებია შუალედური ძრავით დაფრინავს, რომელიც ძველი AL-41 ოჯახისგან არის. მაშინ როცა ახალი ძრავა სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფას ვერ ახერხებდა. ხანამედროვე სტელს გამანადგურებლის მთელი ოპერაციული პოტენციალი, მისი თერმული კვალი, სენსორების მუშაობა, მისი უნარი სუპერკრუიზზე, სწორედ ამ საბოლოო ძრავის კონფიგურაციაზეა დამოკიდებული. და მწარმოებლები სრულიად გასაგებია, რომ ერიდებიან მასობრივი წარმოების დაწყებას იმ თვითმფრინავის, რომლის მთავარი ძრავაც ჯერ საბოლოოდ არ არის განსაზღვრული. როცა ზემოთხსენებულ სანქციებით გამოწვეულ კომპონენტების დეფიციტს დაუმატებ
ამ დაუსრულებელ ძრავის შეცვლას, ზუსტად იმ სურათს მიიღებ, რასაც ახლა ხედავთ. თვითმფრინავები, რომლებიც არსებობს, დაფრინავს და ხანდახან საჯაროობისთვის გამოყავთ, მაგრამ ვერ გადადიან იმგვარ სტაბილურ და პროგნოზირებად წარმოებაში, რომელიც რეალურად ანაცვლებს საბრძოლო დანაკარგებს. ღია წყაროების შეფასებით, ფითოეულის Su-47-ის ღირებულება კონფიგურაციის მიხედვით სადღაც 50-დან 100 მილიონ დოლარამდე მერყეობს. და საომარი ეკონომიკის პირობებში უფრო მარტივად წარმოებადი Su-34 და Su-35 ეს მათი ღირებულების სანაცვლოდ უფრო სწრაფ საბრძოლო ეფექტს იძლევა. ასე რომ როგორც ჩანს, რუსის სტრატეგები ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც მათ არითმეტიკა გარნახობს. მათ ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებენ ძვირად ღირებულ სანქციებით შეზღუდულ პრესტიჟულ პროგრამას და უპირატესობას ანიჭებენ თვითმფრინავებს, რომლებიც რეალურად შეიძლება გამოუშვან. თუნდაც ეს უფრო მარტივი თვითმფრინავები უფრო სწრაფად იკარგებოდეს. და უკვე ფულის მოძებნაც კი რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს, სულ უფრო რთული ხდება. 2025 წლის ნოემბერში დუბაის ავიაშოუზე როსტექის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ჩემიზოვმა საჯაროდ დაადასტურა, რომ რუსეთის თავდაცვის ექსპორტი დაახლოებით 2-ჯერ შემცირდა 2022 წლის დონესთან შედარებით. მან ეს ვარნა იმით ახსნა, რომ საომარი წარმოება თითქმის მთლიანად რუსეთის სამხედრო ძალებისთვის გადამისამართა და არა უცხოელ მყიდველებზე. ომამდე რუსეთი დაახლოებით 1,1 ტრილიონ რუბლს გამოიმუშავებდა. დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი. წელიწადში იარაღის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლით. და იყო მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი იარაღის ექსპორტიორი, მხოლოდ აშშ-ს შემდეგ. ჯეიმს დაუნის ფონდის დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს, რომ რეალური ვარნა კიდევ უფრო მკვეთრია ვიდრე ქემისოვის შეფასება. მხოლოდ 2021-დან 2024 წლამდე ექსპორტის 92%-იან ვარდნას აფასებს. ანგარიში მიუთითებს, რომ ეს ვარდნა ომის დროინდელი წარმოების გადამისამართების, სანქციების, ინფლაციის და იმის ერთობლიობით არის გამოწვეული, რომ უცხოელი მყიდველები, მათ შორის ტრადიციულად სანდო კლიენტები, როგორიცაა ინდოეთი, აქტიურად გადადიან სხვა მომწოდებლებზე. და სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის SIPRI-ის მონაცემებით, რუსეთის საერთო წილი გლობალურ იარაღის ექსპორტის ბაზარზე 5 წლის განმავლობაში 21%-დან თითქმის 7%-მდე დაეცა. ეს უპრეცედენტო ვარდნაა ქვეყნისთვის, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში დედამიწაზე იარაღის ექსპორტიორთა სამეულში იყო და რომელმაც მნიშვნელოვანი დიპლომატიური გავლენა მოიპოვა გლობალურ სამხრეთში. განსაკუთრებით სწორედ ამ შეიარაღებით ჩამოყალიბებული ურთიერთობების მეშვეობით. მაგრამ ეს უკვე მხოლოდ ექსპორტის ამბავი აღარ არის, რადგან ეს უკვე ძირითადი ფინანსური მაჩვენებლებშიც აისახება. 2026 წლის ივლისში როსტეკმა გაამჟღავნა, რომ მისი წმინდა მოგება 2025 წელს 42%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი 25%-ით გაიზარდა ქვეყნის შიგნით სამხედრო შეკვეთების ზრდის ფონზე. ერთ-ერთ ანგარიშში შესამომა თავად უთხრა რუსეთის პრემიერ-მინისტრს, რომ კომპანიას ახალი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საკუთარი კაპიტალი თითქმის აღარ დარჩა. როგორ არის ეს შესაძლებელი? მარტივად რო თქვათ, მთავრობის პროგრამები ფაქტობრივად როსტექს ფაქტობრივად აიძულებენ. ისინი ბევრად დაბალი მოგების მარჟით მიიღოს, ვიდრე ექსპორტისთვის განკუთვნილი პროგრამები. შიდა შესყიდვების კონტრაქტები, როგორც ჩანს, ბევრად უფრო დაბალ მოგების მარჟას იძლევა, ვიდრე ექსპორტის კონტრაქტები. ნიშანდობლივია, რომ ქვეყანა, რომელმაც ომი დაიწყო, ახლა აღარ სურს დახარჯოს ფული ხარისხიან სამხედრო აღჭურვილობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება დაეხმაროს ომის დასრულებაში და ცდილობს მოძველებული ტექნიკით ამოწუროს რესურსები. ამ ორ კამპანიას გვერდიგვერდ რომ დააყენებ, შედეგი აშკარა. უკრაინა ანადგურებს რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებს. ანგრევს ანგარის სათვავისა და სახმელეთო უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს გაფრენებს იმ თვითმფრინავებისთვის, რომლებიც გადარჩებიან. და ამას ყველაფერს აკეთებს უფრო ფართო პარალელური ოპერაციების კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ერთდროულად რუსეთის შეკეთებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გადატვირთვას ყველგან. ამავე დროს დასავლური სანქციები, ექსპორტის დანაკარგები და რუსეთის საკუთარი საომარი რესურსების განაწილება აღჭობს იმ ინდუსტრიულ ბაზას, რომელიც უნდა ანაცვლებდეს ამ დანაკარგებს. ეს ორი ზეწოლა ერთმანეთს აძლიერებს, დადებითი უკუკავშირის მარყუშში. ყოველი გამაგრებული თავშესაფარი, რომელსაც რუსეთი ბეტონით აშენებს, და ყოველი ნაწილობრივ სანქცირებული მომწოდებელი, რომელიც ჩუმად აგრძელებს ტიტანისა და რადარის კომპონენტების მიწოდებას, ამ მიწოდების ჯაჭვში აშკარა შემდეგი სამიზნეა იმავე დრონებისთვის, რომლებმაც საკიზე 6 თავშესაფრის კარი მოხსნეს. რუსის რეკომენდაცია, რომელიც ადრე ნახსენებებ ანგარიშში იყო მოცემული, ყველაფერს აერთიანებს. დასავლეთმა უნდა გააფართოოს სანქციების მოქმედება მეორე და მესამე დონის მომწოდებლებზე. სწორედ იმიტომ, რომ ამჟამად სწორედ იქ არის ის ხრელი, რომელსაც შეიძლება გამოიყენო. ამასობაში ყოველი დამატებითი საექსპორტო კონტრაქტი, რომელსაც რუსეთი კარგავს, იმიტომ რომ ისეთი მყიდველი, როგორიც ინდოეთია, უფრო სანდო მომწოდებლისკენ მიდის, ნიშნავს ერთით ნაკლებ შემოსავლის წყაროს, რომელსაც მოსკოვი სხვა შემთხვევაში გამოიყენებდა სწორედ იმ დაჩქარებული წარმოების დასაფინანსებლად, რომლის შეფერხებაზეც რუზი გვაფრთხილებს. ეს არის ის კუმულაციური მექანიზმი, რომელიც ყირიმის აეროდრომების კამპანიას უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე მხოლოდ დანაკარგების რაოდენობა მიგვანიშნებს. უკრაინას არ სჭირდება მარტო რუსეთის არსებული ავიაპარკის ამოწურვის ომში გამარჯვება. უკრაინას სჭირდება, რომ რუსეთის დანაკარგები მუდმივად აღემატებოდეს იმ ჩანაცვლების შესაძლებლობებს, რომელსაც ზღუდავს სანქციებით დაკარგული საექსპორტო შემოსავალი და მიწოდების ჭაჭვი, რომელიც გაბნეულია როგორც სანქცირებულ, ისე არასანქცირებულ მომწოდებლებს. ისედაც ძლივს ინარჩუნებენ თვითონ, გარედან ზეწოლის გარშე. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო ძალები ყირიმში განსაზღვრულ ვადაში დაიშლება და გვინდა ფრთხილად ვიყოთ და არ გავაზვიადოთ, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამრეწველო ბაზა. მას ჯერ კიდევ
შეუძლია თვითმფრინავის корпуსების დაპროექტება, ტიტანის კონსტრუქციების წარმოება და შეიარარების სისტემების ინტეგრირება ქვეყნის შიგნით. ამ ომის განმავლობაში მან აჩვენა ადაპტაციისა და ინოვაციის უნარი. მათ შორის საწვავის სისტემებისა და ავიონიკის ტესტირების ახალი სპეციალიზებული ობიექტების გახსნა. თუნდაც თავად სააკი შეიძლება აღდგეს, ხელახლა აღიჭურვოს და დაცული გახდეს, თუ მოსკოვი გადაწყვეტს მას პრიორიტეტი მიანიჭოს ისე, როგორც ადრე აღადგინა ბაზები. და პარალელური ოპერაციები ბუნებით მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ მათი განმახორციელებელი მხარე შეძლებს ტემპის შენარჩუნებას. უკრაინის დრონების წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ რეალურია და იზრდება, კონკურენციას უწევს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ქსელს ყირიმის გარშემო, რომელიც ასევე ძლიერდება და ადაპტირდება სწორედ ამ კონკრეტულ დარტყმებზე პასუხად. დარტყმის სიზუსტე თავად შეიძლება შემცირდეს, თუ რუსეთის ჩახშობა და რადიოელექტრონული ბრძოლა უფრო სწრაფად განვითარდება, ვიდრე უკრაინის დამიზნების სისტემები. თუმცა, რაც საკის დარტყმები და ინდუსტრიული მონაცემები გვიჩვენებს, არის საერთო ტენდენცია. ეს მიმართულება უკვე 1 წელზე მეტია. საოცრად სტაბილური. რუსეთი განაგრძობს გუშინდელი სისუსტის აღმოფხვრას, ხოლო უკრაინა პოულობს შემდეგს. იქნება ეს ახალი დარტყმის დრონი, რომელიც ბეტონს ხრეც, თუ დასავლეთის სანქციების სია, რომელიც კონკრეტულ მომწოდებელს ჯერ არ შეხებია. ბეტონმა რუსეთს საჰაერო ხომალდების საკიში ვერ გადაარჩინა. მან უბრალოდ პრობლემა სატელიტურ სურათებზე ოდნავ უფრო ფოტოგენური გახადა. და პრობლემა ეს SU-47-თან მხოლოდ წარმოებაში არ არის, არამედ იმაში, თუ როგორ მუშაობს ის რეალურად ჰაერში. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ვიდეო. და როგორც ყოველთვის, არ დაგავიწყეთ გამოწერა, რომ ყოველდღიურად მიიღოთ განახლებები გლობალური გეოპოლიტიკისა და ომის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე.